საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, როგორც იქნა დათბა ქალაქში, იგრძნობა რომ გაზაფხულია და ძალიან ლამაზი გაზაფხულივით ქალბატონები დაგახვედრეთ დღეს სტუდიაში. ჩემი სტუმრები გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის პრეს სპიკერი, ჟურნალისტი, გამომცემლობა მერანის დირექტორი ქალბატონი მარანა გორგიშვილი და ასევე მეორე ულამაზესი ქალბატონი პროფესიით იურისტი გახლავთ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ძალიან ბევრი რეგალიერები აქვს და 1-2-ით შემოვიფარკლე. საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი გახლავთ 4 ლირიკული კრებულის ავტორი ქალბატონი მაია ხოფერია. უღრმესი მადლობა ქალბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. ნამდვილად გაზაფხულივით ლამაზი ქალბატონები ბრძანდებით და უხდება გაზაფხულს აი ასეთი გადაცემები. ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ძალიან საინტერესო თემაზე, იმაზე, რომ მწერალთა კავშირი ზრუნავს ძალიან ბევრ რაღაც სიახლეებზე და დღეს ჩვენ კონკრეტულ ამბავზე გვექნება საუბარი. კერძოდ, რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა იეთიმ გურჯის სახელობის კი არა 150 წლის საიუბილეო დაკავშირებით საიუბილეო საღამო. კი ბატონო, მოგეხსენებათ იეთიმ გურჯი გახდა თბილისის ლოტბარი, აშუღი გახდათ, კი ბატონო და ვიდრე გადაცემას დავიწყებდით ქალბატონო მანანა და ვიდრე თქვენ ჩაერთობოდით საუბარში, მე მინდა მსმენელისთვის და მაყურებლისთვის წავიკითხო იეთიმ გურჯის ბიოგრაფია. იეთიმ გურჯი გახდათ ღარიბი ხელოსნის დაბაღის, ანუ მაშინ თბილისში იყვნენ ხელით რეწვის, ტყავის ხელით მრეწველები, ეს იყო მათ ერქვათ დაბაღის, ესე იგი მეტყავის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გურჯი ქართველი მათ მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად შეირთო სომეხი ქალის სარა. მალე სომხური წესითაც მოინათლნენ. თავის ვაჟს ეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ იეთიმს დააწვა ოჯახის რჩენა და 15 წლისას უკიდურეს სიღატაკეში მოუწია ცხოვრება დედასთან და დასთან ერთად. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატ შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურის და ჩონგურის კეთება. 1905-7 წლებში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში ღებულობდა მონაწილეობას, რის გამოც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. იეთიმი ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ხზავდა ლექსებს. გამოცემულია მისი წიგნები. იეთიმის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის შემოქმედებაში ასახულია მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრების, გლეხობის და აგრეთვე ძველ თბილისური ბოჰემის ცხოვრება. იეთიმ გურჯი 1940 წელს 15 ივლისს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. აი ასეთი ბიოგრაფიის მქონია აი ეს იეთიმ გურჯი, რომელიც დღემდე ძალიან უყვართ თბილისელ ხალხს. გისმენთ ქალბატონ მანა, ვისაუბროთ აი ამ საღამოზე. ძალიან უყვართ იეთიმ გურჯი, იმიტომ რომ იეთიმ გურჯი არის სიყვარულის მომღერალი და მისი შემოქმედება არის ცნობილი იმით, რომ ყველა ლექსი იმღერება და საოცარია მართლაც რომ 150 წლის შემდეგაც ახსოვს და იცით აი ამ საიუბილეო საღამოზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო რამ. ის რომ მღერიან, ამბობენ იმ სიტყვებს, წყალში დგევარ ცეცხლი მეკიდეა, მაგრამ არიციან რომ იეთიმ გურჯის არის. და მე ამიტომ მინდა მადლობა გითხრათ რომ დაინტერესდით ამ თემით და გულისკევილით მინდა აღვნიშნო რომ აი ამ პერიოდში რამოდენიმე ახალგაზრდა შევხვდი და არც იეთიმ გურჯი არ იცოდნენ და ამ ეს ალბათ იმის ბრალია რომ ასკოლებში არის სწავლება, ოჯახში ახლა ყველა ვერ აქცევს ამას ყურადღებას და ჩვენ 150 წლის იუბილე აღვნიშნეთ და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა თბილისის მერიას და სილამაზის სალონ ნეილ არტს
ეს ღონისძიება ჩატარდა გამომცემლობა მერანის ეგიდით და დარბაზი იყო სავსე, მართლა ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო და იყვნენ გამომსვლელები, რომელთაც გაიხსენეს იეთიმ გურჯის შემოქმედება და ძალიან კარგად ჩატარდა და ჩვენ გავაკეთეთ პატარა ძალიან მოკლე 5 წუთიანი ფილმი იეთიმ გურჯზე, რომელიც იწყება ჰამლეტ გონაშვილის სიმღერით, იეთიმ გურჯის სიმღერას მღერის და შემდეგ არის სპექტაკლი, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი იეთიმ გურჯი. ბარემ ქალბატონო მანანა რახანა სპექტაკლი ახსენეთ. აი ახლა გაუშვათ აი ეს ფირი მარჯანიშვილის კი ბატონო თეატრის სცენიდან, რომელშიც მონაწილეობს ირაკლი უჩანეიშვილი და ძალიან ბევრი მაშინდელი თეატრის ვარსკვლავი და ვნახოთ, ვაჩვენოთ მაყურებელს. საუკუნეს გავჩნდი მეოცეში სტუმრად დავალ ქართულ სიტყვას სულ გავლექსავ სანამ სამარეში ჩავალ სიყვარულის მგოსანი ვარ მელექსიარ დამგლებია სულ მზად ვიყავ ვიც რამთხოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა არაჩვეულებრივი სპექტაკლი და რა მინდა იცით გითხრათ, ეს სპექტაკლი არის დევს ინტერნეტში. ასევე არის ასეთი სპექტაკლები ძველი ვოდევილები. არის საიათნოვაზეც მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლია თუ არ მეშლება და რა მინდა იცით თქვა, აი ტელევიზიები რატო არ ინტერესებს? ხო შეიძლება გაუშვან ეს სპექტაკლები. კი, მართალია ცოტა ხარისხი არ არის ესეთი. ქალბატონო მანანა და სპექტაკლით იმიტომაც ძალიან კარგი, დიდი მადლობა და მე მინდა კიდევ აქ რადგან მადლობით დავიწყე, კიდევ უთხრა მადლობა ჩვენს მეგობარს ქართულ ტელევიზიის ქართულ ტელევიზიას აუცილებლად მადლობა იმისთვის, რომ ამ თემით დაინტერესდა და არ შემიძლია არ თქვა ჩემი გულის ტკივილი, რომ დღეს მწერლობას არ ექცევა სათანადო ყურადღება ტელევიზიების მხრიდან. ეს არ ეხება TV ქართულს, რა თქმა უნდა, და ამისთვის დიდი მადლობა. აი ეგ ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა კიდე აუცილებლად აღვნიშნო, აი ბოლოს გასული თუ არ მეშლება რეჟისორი იყო ბექა ავარსკი, სადაც რევაზ მიშველაძის 12 სერიანი საუბარი არის ჩაწერილი და რამდენჯერმე შეიძლება მოისმინო და ალბათ გაიმეორებთ ამ 12 სერიას. და მე სულ მაქვს იმის ინტერესი, რომ სხვა ტელევიზიებიც დაინტერესდნენ და იქაც გაშუქდეს თანამედროვე ქართული მწერლობა. ამის გარეშე არ შეიძლება მე ის თაობავა, რომელიც გაიზარდა იმ გარემოცვაში, სადაც მწერლებს ვიცნობდით ტელევიზიებიდან, ვიცნობდით სკოლებიდან. მე არ მახსოვს 30 სკოლა დავამთავრე და არ ყოფილა თვე, რომ ერთი შეხვედრა მაინც არ ჩატარებულიყო და არ მოეწვიათ იოსებ ნონეშვილი, მურმალებანიძე. აქედან ვიცნობდით და ვიცოდით თანამედროვე მწერლებს ვიცნობდით. დღეს იცნობენ. დღეს სამწუხაროდ არა და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ამ თემით დაინტერესდით და ეს ძალიან კარგია, უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. და ასევე სულ ბოლოს პატარა მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მემატიანეს ნიკო ბაღაშვილს, რომელმაც აი ეს 5 წუთიანი ფილმი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი არ არის მაინდა-მაინც პროფესიონალური
იქ რაღაცა ხარვეზები არის და ხედავთ რომ არის, მაგრამ ის რომ ესენი კეთდება და ჩვენ არქივში ამას ყველაფერს ვინახავთ, მომავალი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გავაწლები და შეიძლება აი ეს ჩანაწერები გახდეს ძალიან უნიკალური, საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის, აი დღევანდელობა რა ხდებოდა, როგორი რამდგომარეობა იყო მწერლობის თვალსაზრისით. რაც შეეხება აი იმ საღამოზე ვისაუბროთ ქალბატონო მარანა, რომელსაც ერქვა მე სახალხო მგოსანი ვარ. და აი ამ საღამოს ეს არ იყო უბრალოდ საღამო და სიყვარულით მიძღვნილი საღამო აი იეთიმ გურჯისადმი, აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ანუ მწერალთა კავშირმა, ქალბატონმა მაყალა გონაშვილმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დიდი სიყვარულით მოვიკითხავ სტუდიიდან ქალბატონ მაყალას და უღმესი მადლობა არაჩვეულებრივი პროექტებისთვის და აი ასეთი იდეებისთვის დააარსა იეთიმ გურდა ზოგადად მწერალთა კავშირის გუნდმა თქვენმა დააარსეთ იეთიმ გურჯის სახელობის პრემია. აი ამაზე ვისაუბროთ და რა ვის მიენიჭა, რა იმით ენიჭებათ მოკლედ კი ბატონო. მე კიდევ მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ მაყალას იმისთვის რომ ყოველთვის მხარში უდგას მწერლებს, ყოველთვის აღინიშნება ხოლმე აი ესეთი მნიშვნელოვანი თარიღები. მიუხედავად იმისა რომ ფინანსურად მთლად კარგად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც ვახერხებთ რომ მოვაგვაროთ და მოვიძიოთ და ეს ღონისძიება ჩავატაროთ და დიდი მადლობა ქალბატონ მაყალას და მართლაც იყო ძალიან საინტერესო ის რომ აი სიურპრიზად გაჟღერდა იეთიმ გურჯის ენდალმა გადაეცათ ჩვენ პირველ ჯერზე გადავეცით ამ ღონისძიების მონაწილეებს რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიებაში ეს იყო წამყვანი ღონისძიების იოვანე ქართველი ასევე მსახიობი ბატონი პალიკო ნოზაძე და ქსოვრელები იყვნენ მოსული ისე წდება გული ქალბატონო მარანა ჩემო მეგობარო რომ მე ვერ მოვახერხე იმიტომ რომ დასწრებოდი ნამდვილად საპატიო მიზეზი მქონდა და ვერ მოვახერხე და ასევე იეთიმ გურჯის ენდალმა გადაეცა მწერალთა კავშირის წევრს ჩვენს მაია კახიძეს და ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის და ულოცავ ქალბატონ მაია კახიძეს აი ამ და აქვე არ შემიძლია არ თქვა არ მინდა ეხა უარყოფითზე ვილაპარაკო მაგრამ ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ფარატინა ფურცლები არიგებენ ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება მაგრამ მინდა საგანგებოდ აღნიშნო მიუხედავად იმისა რომ აი ამ ენდალმებს ამ პრემიებს არ ახლავს თანხა იმიტომ რომ მწერალთა კავშირის თავისთავად ფინანსურად ძალიან უჭირს და ჩვენ არანაირი დაფინანსება საიდან არა გვაქვს მიუხედავად ამისა თუკი თუნდაც ერთ ადამიანს გაახარებ იმით რომ აი ამ ჯილდოს მისცემ და ეს გაყვება ეს ემოცია დიდხანს მე მახსოვს მაიას სიხარული როდესაც შეიტყო რომ აი ეს იეთიმ გურჯის ენდალმის მფლობელია და მე ვთვლი რომ ეს უნდა გაგრძელდეს აუცილებლად და ასეთი ჯილდოები უნდა დარიგდეს ასევე აქ ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ბატონი რევაზ მიშველაძე, რომელმაც როგორც ყოველთვის საოცრად ისაუბრა იეთიმ გურჯის შემოქმედებაზე, გამოვიდა ბაღათერ არაბული, ბადრი ქუთათელაძე, ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო და მე ისევ გულის ტკივილი უნდა ვთქვა და არ შემიძლია ეს არ აღნიშნო რომ იცით აუცილებელია რომ აი ასეთი ღონისძიებები ფართოდ პირდაპირ ეთერში გაშუქდეს თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელიც ვალდებულია იმისთვის რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება მე თვითონ წლები ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვიცი სიტუაცია და კარგი იქნება რომ ამ თემებით დაინტერესდეს და ჩვენს ახალგაზრდებს გავაცნოთ ის რაც ჩვენ გვაქვს იეთიმ გურჯის ისიც კი არიციან ძეგლი რომ სად დგას სიონის მარჯვენა სანაპიროზე არაჩვეულებრივი აი ეს
კი, ნამდვილად. არა ქართველი პიროვნება, მაგრამ ქართველი დაბრიშვილი. შერეული სისხლი. მაგრამ ქართველი არ იყო, მაგრამ თბილისელი იყო ეს კაცი და თბილისის სიყვარულით იწოდა მართლა და ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად წერდა ლექსებს. ეკითხებოდნენ, ამბობდა რომ ის იყო თბილისი. ის იყო თბილისელი და ეს ძეგლი არის ქართულ ჩოხაში. ეს იეთიმ გურჯი თაღის ქვეშ დგას და თაღზე ზის ტრედი. ანუ სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო. მისი ავტორია, ესე იგი, მოქანდაკე ჯუნა მიქაუტაძე და არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი. არაჩვეულებრივი ძეგლი. არც ეს იციან, რომ აი ის არის. მაშინ მოდი ასე დავსვათ. რატომ არ იციან და რა უნდა გავაკეთოთ, რომ იცოდნენ? ამაში უნდა ჩაერთოს განათლების სამინისტრო, რა თქმა უნდა, ქალბატონო მაიკო, აუცილებლად. თქვენი აზრით, კულტურის სამინისტრო, აუცილებლად. და უნდა იყოს ამ თემებზე საუბარი. ნუ განათლების სამინისტრო თავისთავად სკოლებს საუბარი, გადაცემები, რომ ბავშვებმა მომავალმა თაობამ იცოდეს მისი ისტორია და მისი წარსული. თვითონ სიმღერები იციან, ყველა მიცის, ახლა ეს ფრაზებად დადის და სიზამაძის პრეზიდენტო. ზუსტად, რამდენია ესეთი ფრაზა და არიციან რომ ეს იეთიმ გურჯს ეკუთვნის. თვითონ იეთიმ გურჯის პიროვნებასაც არიცნობენ ვინ იყო. ეს იყო საოცარი ნამდვილად აშუღი, რომელიც მისი ყველა ლექსი იმღერებოდა და ერთი პატარა მონაკვეთი მინდა მოყვე, გაჭირვებაში ცხოვრობდა. მამა ადრე გარდაეცვალა, დედაც ადრე გარდაეცვალა და წავიკითხეთ ჩვენ აღერებაში. დასთან ერთად ცხოვრობდა გაჭირვებაში. მიწურში ცხოვრობდა დასთან ერთად, ავლაბაში რაღაც ძალიან მიწურ ოთახში. საერთოდ გენიოსებს ასეთი სასტიკი. ხო, სიცოცხლეში არ იყო აღიარებული, რა თქმა უნდა, მაგრამ მის გარემოცვას ძალიან უყვარდა და მღეროდნენ და ის აკეთებდა ამ საკრავებს, მუსიკალურ საკრავებს ამზადებდა და ამით ირჩენდა თავს, ამით არჩენდა თავის დასდა. არის ესეთი შემთხვევა მოგონებებში მასზე, რომ იკრიბებოდნენ ძალიან ხშირად ავლაბარში მისი ბიძის სახლში და მღეროდნენ, უკრავდნენ და კეიფობდნენ თავისთავად და ერთ-ერთ მეზობელს, ახალ მეზობელს, რომელიც არ იცნობდა იეთიმ გურჯს, თურმე მილიციაში უჩივლია, რომ არ მაძინებენო, ისინი არიანო, დებოშს უტეხენო და მისულა თურმე მაურიაო, ღამეო და მისულა მილიცია და მე უნახავს რომ იქ სუფრა აგაშვილი თავისთავად ხადია გარემოების გამო გარკვევისთვის შესულა იქ და დარჩა რა თქმა უნდა და რო გამოვიდა იქიდან მივიდა იმ მომჩივანთან და უთხრა დებოშის ისინი კი არა შენ ხარო კარგა შენ არც სმენა გქონია და არც მხედველობაო ხო ვერ დაინახე და ვერ მოისმინე ვინ იყვნენ და ვინ მღეროდნენ ესეთი ამბები იყო იეთიმ გურჯის ცხოვრებაში და ის რომ 150 წლის შემდეგ ახსოვთ და იციან მისი შემოქმედება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ აი როდესაც თანამედროვე ლიტერატურაზე ვსაუბრობთ ხოლმე რომ არსებობის უფლება აქვს ყველას და ყველაფერს მაგრამ ამას ყველაფერს დრო თავის ადგილზე დაალაგებს აი ფაქტი რომ 150 წელი გავიდა და იეთიმ გურჯი გვახსოვს გვიყვარს და მას უძღვნით იუბილეებს ცოცხალია ცოცხალია რა თქმა უნდა და მუდამ ცოცხალი და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ის რომ თანამედროვე მე ჩემ შვილიშვილებს ვკითხე როცა ვმუშაობდი ხო შემომესწრნენ იქ და თუ იცით მეთქი და არ იცოდნენ რა თქმა უნდა გავბრაზდი საკუთარ თავზეც გავბრაზდი მაგრამ მე რო წავუკითხე უფროსი 20 წლის არის ვაჟი და თვითონ რა კარგი ლექსი დავწერიაო და გადაწერა ის სიყვარულზე დაწერილი ლექსი და ქალბატონო მაიკო თქვენი აზრით აი ეს საღამო აი ეს არაჩვეულებრივი იდეა რომ აი ესეთ ლამაზად ხორჩესხმული წარსდგა მწერალთა სახლში და აი ესეთი ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო ქართული საზოგადოებიდან ლიტერატურული წრეებიდან თქვენი აზრით არის თუ არა კიდევ ის რომ აი ამ საღამოთი იეთიმ გურჯი თავიდან გაცოცხლდა
პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, მოგესალმებით ქალბატონო ციცი. დიდი მადლობა. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში, პირველად გსტუმრობთ. და მინდა გითხრათ, რომ ამ გადაცემას, ამ ღონისძიებას ვესწრებოდი და აღფრთოვანებული ვიყავი, ბევრი გავიგე, რაც არ ვიცოდი და გამომრჩა. მე თუ რამე გამომრჩა შენ? კი, არაფერი არ გამოგრჩენია, ძვირფასო მანანა. და სუფევდა სიხარული დარბაზში. და რატომ ეს იეთიმ გურჯის საღამო ემახსოვრება ძალიან ბევრს, იქ მსხდომს მაინც დაახლოებით მინიმუმ 100 ადამიანს მაინც, იმიტომ რომ მეტი შეიძლება, იმიტომ რომ დარბაზში ადგილებიც არ იყო ფერზე იდგნენ, რადგან რამოდენიმე ადამიანი მნიშვნელოვანი ღირსეული პიროვნება დაჯილდოვდა იეთიმ გურჯის სახელობის ენდალმით და ალბათ მათ არასოდეს დაავიწყდებათ ეს, იმიტომ რომ ფაქტით სახლში ექნებათ, დახედავენ და გაიხსენებენ, ეტყვიან მათ შვილებს, ეს უნდა გაგრძელდეს და კიდევ და ეს პროექტი და ნამდვილად ეს პრემია იმდენად ღირსეულია და იმდენად სასიამოვნოა და შეიძლება კიდევ სასახელოა და სამახსოვროა. შეიძლება მიუბრუნდეს ადამიანი, მასზე ლექსი დაწეროს, მას სიმღერა მიუძღვნას და რა თქმა უნდა, მაგრამ ახალმა თაობამ, ჩვენმა თაობამ, უფრო ახალგაზრდებმა და ძალიან საინტერესო და ძალიან ნიშანდობლივი საღამო იყო. რითაც კმაყოფილი და ბედნიერი წამოვედი მე ამ საღამოდან და რა ვიცი, ულოცავ ყველას, ვინც მიიღო შესანიშნავი ჯილდო იეთიმ გურჯის სახელობის ენდალმა, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლები და ნამდვილად ღირსეულმა პიროვნებებმა მიიღეს ეს ჯილდოები. ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს მწერალთა კავშირს, მთელ შემადგენლობას, ქალბატონმა ყოლას გონაშვილის თამადობით და მოკლედ ძალიან კარგი გარემოა, ძალიან კარგი კავშირია, ძალიან დიდი ოჯახია. რა თქმა უნდა, ნამდვილად სიყვარულის კავშირია. სუფევს და თუ ვიღაც გარედან ის, ვინც საქმეში არ არის ჩახედული და რაღაცას გამოაცხობს არასასურველ სტატუსს Facebook-ზე, სოციალურ ქსელში, მინდა უთხრათ, რომ ძალიან ცდებით და სასაცილოა. ქალბატონო მაია, ეს საწყენი არ არის, იმიტომ რომ დროა ძალიან ცუდი. რთული პერიოდია და ადამიანები აი სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველ რიგში იმ მიზეზის გამო, რასაც ეკონომიკური გაჭირვება ქვია, აი როდესაც ოჯახებში გაჭირვება აქვთ, როდესაც არ იციან, აი ხვალ რა იქნება, კი არა და დღეს აი სადილად რო აჭმევენ ბავშვს სადილს, ძალიან ბევრი ოჯახი მე ვიცი, აი მეორედ რა აჭამონ, იმაზე ფიქრობენ. აი ამისგან გაბოროტებულია ხალხი, კიდევ ბევრი რამის გამო, ბანკების ვალები, კიდევ რაღაცების ვალები და აი სიბოროტე ისეთი თვითონ ეს თვისება ადამიანის, რასაც სიბოროტე ქვია, ეს რაღაცას წარწყდებიან და არიქა, ოღონდ გადმოანთხიონ რაღაც ყოფითი პირობები და ცხოვრება არ უნდა უთანაბრდებოდეს, ხო სულიერ შიმშილს განიცდიან ისინი. რა თქმა უნდა, და ეს სულიერი შიმშილი უნდა მიაწოდონ ტელევიზიებმა. აი დღეს ვართ ჩვენ ტელეკართულში, მადლობა კიდევ ერთხელ. მაგრამ იცით, დაფარვის ზონა თუ როცა პატარაა, მთელი საქართველო ვერ უყურებს. მე ფაქტის წინაშე დავდექი, რომ პერიფერიებში არ იციან ბევრი რამ, ვერ უყურებენ ამ ტელევიზიას და არა, ჩვენ ტელევიზიას ყველგან უყურებთ. არის დაფარვის ზონა. აბსოლუტურად. ძალიან ხშირად ყველგან საქართველოში კი არა და საზღვარგარეთ უყურებენ, თუ კი სადმე ქართველი დაკინკილებს, ყველგან უყურებს ჩვენ ტელევიზიას. უფრო ემიგრანტები უფრო უყურებენ. გარკვეული მიზეზების გამო, ვიდრე ჩვენს პერიფერიებში, მაღალმთიან სოფლებში, რეგიონებში. სვანეთიდან გვირეკავენ ქალბატონო მანანა. ძალიან კარგი. რომ აი ახლა აი ესა და ეს გადაცემა როდის იქნება, გვეკითხებიან. აი ამას და ამას უყურეთ, ძალიან მოგვეწონა, აი ესე და რაღაცები გვირეკავენ. ძალიან ხშირად გადამირთავს შეგნებულად და მიყურებია თქვენი გადაცემებისთვის და ძალიან საინტერესო თემები შუქდება ნამდვილად. და ქალბატონო მაიკო, რა მაინტერესებს ახლა თქვენი საუბრეთ აი ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ალბათ იყო უფრო ხნიერი ხალხი, ხო? ახალგაზრდებიც იყვნენ, თითოეულა, მაგრამ იყვნენ ახალგაზრდები. ერთი ნიჭიერი ბიჭი მივიღეთ მწერალთა კავშირის წევრად, 28 წლის ვაკო დარჩია 5 წიგნის ავტორი. თბილისელია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი, კარგი ბიჭი, კარგი მომავალი
თოვლის პატრონი ალბათ. ხო, აი ეს არის კიდევ ძალიან კარგი ჟესტი მწერალთა კავშირიდან, რომ ცდილობს ადამიანები, აი ეს შემოქმედებითი ცხოვრებით დაკავებული ადამიანები, იცით რა, წყალი წამლა და წამოვლდნენ ქვიშანი დარჩებიანო. ვინც ნიჭიერია და ვინც ყველაფერს განსაზღვრავს დრო, ვინც და ვისი სახელის დასარჩენია, ის დარჩება ისტორიაში და მისი შემოქმედება ისე იქნება დაფასებული, როგორც ეკადრება, ამას დრო გააკეთებს, მაგრამ თვითონ ადამიანებისთვის რამხელა ბედნიერებაა, ხო, რა დაინახა, მიიყვან, არა, თავისთავად ეხლა ამ ახალგაზრდა კაცს არასოდეს დაავიწყდება იეთიმ გურჯის საღამო, რადგან მას საზეიმო ვითარებაში გადასცეს მწერალთა კავშირის მანდატი და მას ეს სულ ემახსოვრება, ეს ახალგაზრდა ბიჭი მიფრინავს ამერიკაში, იქ ემიგრანტებს უნდა შეხვდეს და ჩაატაროს მშვენიერი საღამო გამოუვა და ქალბატონო მაიკო, თქვენ მშვენიერი პოეტი ბრძანდებით ახლა დღეს ჩემი სტუდიის სტუმარი. ქალბატონ მაიკოს მე შევარქვი სიყვარულის მეხოტბე. იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ლირიკა აქვს და ეტკფის სიყვარულს. ახლა გაზაფხულს სიყვარულზე უხდება ლექსები და გისმენთ. დღეს რაღაც სიყვარულის თემატიკა გვაქვს. აი ერთი ლექსი უფრო ეს ჩემ თავზე მაქვს ალბათ. აბა, არმინატრია. მე ყვავილი ვარ გაჩენილი კლდეთა ბზარებში. ემოციური ფეთქებადი გზნობების დენთი ამოვაფრქვიე სული ჩემი სტრიქონ წყარებში არ მინატრია სხვა სიმაღლე ამაზე მეტი მე უცნება ვარ წყურვილი ვარ სიცოცხლე შენი მონატრება ვარ ყოველღამე ყელს რომ გიღადრავს და ამ სიყვარულს წლები გადის ვერაფერს ვშველი ვეღარ ასოდეს ვერ გაამხელ როგორ გიყვარ ვარ შენ მეწყერი ხარ, გრიგალი ხარ ჩემსავალ გზაზე, ჩამოქცეული ამინდი ხარ წვიმა ხარ თქეში, კონკია გოგომ გულში ფეტვის, მარცვალი ვზარდე და შემაჩეჩე უკვდავება გათოშილ ხელში. მე ყვავილი ვარ ამოზრდილი კლდეთა ბზარებში, ემოციური ფეთქებადი გზნობების დენთი, ამოვაფრქვიე სული ჩემი სტრიქონ წყარებში. არ მინატრია სხვა სიმაღლე ამაზე მეტი. ბრავო, არაჩვეულებრივია და აქვე მინდა მაყურებელს მოვახსენო, რომ აი ეს მშვენიერი ქალბატონი გახლავთ ძალიან კარგი ქართველი ქალბატონი, შესანიშნავი მეგობარი, ღირსეული დიასახლისი მეუღლე ბებია, ორი არაჩვეულებრივი ვაჟკაცის დედა და სამი შვილიშვილის ბებია გახლავთ. კი ბატონო. კიდევ წავიკითხოთ რა ქალბატონო მაიკო. დავიკითხავ ჩემი ლექსები 90% სიყვარულზეა. ხო და სიყვარულის მეხოთბეა თქო და ტყუილა. ეს გაზაფხულია, მაგრამ ეხლა ლექსს ავიკითხავ, რომელიც თოვლი ჯერ არ გამდნარა საქართველოში. ჯერ გვაქვს თოვლი. და იმედია თბილისშიც მოვა. შარშან 20 მარტს არა იყო, მაგრამ შარშან 20 მარტს იყო თოვლი რომ ახსოვს. ისე რომ დამახსოვრებული მაქვს. თოვლი მოსულა თბილისში წუხელ. თოვლივი თეთრი, ცივი და სველი. ვიღაცის სიყვარულს უმხელს, ვიღაც კი დღემდე ვერ მოსულს ელის. ის გოგო ნანობს, ის ქალი ტირის, იმ ბიჭკი ფეხზე კიდია დარდი. რა იშველება დათოვლილ ტირიფს, როცა ქალაქში დილიდან ბარდნის, თოვლის ფიფქები ტუჩებს ადნება, სიცივე თოშავს თოვლისფერ მკლავებს, დაგზას მოლიპულს ქალი მიხვება, თუმც მონატრება უსიტყვოდ კლავდეს და ელოდება წელსაც გაზაფხულს აპრილმა იქნება 10 თუნოს ისევ ჩამოხევს დღეებს დარდით დაზაფხულს ქალი რომელიც სიცოცხლეს გივსებს თოვლი მოვიდა თბილისში წუხელ თოვლივი თეთრი ცივი და სველი ვიღაცას სიყვარულს უმხელს ვიღაც კი დღემდე ვერ მოსულს ელის ვიღაც კი როგორ იყო ბოლოში ვიღაცას სიყვარულს უმხელს ვიღაც კი დღემდე ვერ მოსულს ელის აი მე მოსლოდეს ყველას გაზაფხულსა სიყვარული დიდი სიყვარული და ჩვენ ადამიანები მხოლოდ სიყვარულს ცოცხლობთ მე ასე ვფიქრობ მე ასე რატომ წერს სიყვარულზე მითხარით რა რატომ წერს სიყვარულზე გეტყვით რა ვიცი არა კი სიყვარული ადრიალებს დედამიწას მაგრამ
იცით, პირველი ლექსი როცა დავწერე, ვიყავი მერვე კლასში და იყო სიყვარულზე და მაშინ ვიყავი შეყვარებული. ეს პირველი სიყვარული ხომ იცით რაღაცა და ფოთის ახალ კოლხეთში. ნაცნობი თემა. ფოთელი ვარ და ფოთით ჩემი ფოთელობით ვამაყობ და დაიბეჭდა მაშინ ახალ კოლხეთში ეს ლექსი. შემდეგ რაღაცეებს წერდი, მაგრამ მქონდა დიდი პაუზა, სწავლა, ოჯახი, შვილები და როცა აი რაღაც პაუზა გაჩნდა სამსახურეობრივი ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მიუბრუნდი ამ ლექსებს და რაღაც იმდენად შეივსო ჩემი ცხოვრება ლექსებით, სტექონებით და გონი თქვით, სად ვიყავი აქამდე? ხო, არა, სად ვიყავი აქამდე, ხო, არა, რაღაცები ხო მქონდა ყოველთვის, მაგრამ შემდეგ ამ ლექსებს იცით, იმდენი გამოხმაურება მოხვა, წერილებს, ათობით წერილებს ღებულობდი Facebook-ზე სოციალურ ქსელიდან, ემიგრანტებისგან, მეგობრებისგან, აი დღეს შენ ჩემს სიყვარულს შეეხე, აი ასე მგონია დღეს შენ ჩემს სიყვარულზე დაწერე და რაღაცა ისეთი ერთგვარი სტიმული იყო ეს, რომ მე გავყევი ამ გზას. თუმცა 10% მაქვს სამშობლოზე, ქეთევან დედოფალზე, რაღაცა ძალიან კარგი ლექსები, მაგრამ ერთხელ მოწონება Facebook-ზე ერთხელ ქალბატონმა მაყვალა ისეთი თბილი და ტკბილი სიტყვები მითხრა, სულ მე მახსოვრება და მადლობას გიხდით ტელეეთერიდან დღეს ამისთვის და ქალბატონმა ნაირა მარშალია მინდა აღნიშნო რომ მაია ერთ 200 კაცში გამოაცხადა შენსავით სიყვარულზე ლექსებს ვერავინ ვერ წერს, მაგრამ მე ეს შემაქო რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთესად წერენ, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი და ისე შემრცხვა, რომ ლოყები ახლაც მიხურს ამ ტკბილი და თბილი სიტყვებისგან. და ეს არის სტიმული, ნებისმიერი შემოქმედება. იცით რა არის, მე ძალიან ემოციური ვარ, შეიძლება პატარა ნამცეცა რაღაცა მეწყინოს, ნამცეცა რაღაც გამიხარდეს, მაგრამ აი ეს ლექსები იმდენად ავსებს ჩემს მშვენიერ და მშვიდ ცხოვრებას. მეუღლე, შვილები, შვილიშვილები სავსე ვარ ოჯახით, მაგრამ ულექსოდ შეიძლება ერთი დღეც ვერ ვიცოცხლო. ძალიან კარგი. ხო, აი და წერე და იყავი და იცოცხლე კაცო. სულ ფიქრობ, ხო შეიძლება ერთ დღეს ეს დამთავრდეს. ერთ დღეს შეიძლება ეს დასრულდეს. არავითარ შემთხვევაში. ეხლა მეხუთე კრებულს ვამზადებ, ეს არის მეოთხე ჩემი პაწაწინა კრებული, რომელიც ფოთში ჩატარდა ამ კრებულის საღამო და აღტაცებული ვარ და ბედნიერია, იმით რომ დაიტაცეს ეს წიგნები, მაგრამ შემოსული თანხა 1000 ლარი შემოვიდა, მცირე თანხა, მაგრამ ასეთი ერთი სიკეთე გავაკეთე, რითაც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, გადავრიცხე მაშინ სტიქი დაზარალებული 20 ოჯახს დავეხმარეთ და აი დღემდე მომყვება ეს განცდა, იმიტომ რომ იმდენად მადლიერი და ხარებული. ხო, აი ეს განცდა ჩემთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაქსიმს ნამდვილად. ამას ხაზგასმა არ ჭირდება. არა, ამას ხაზგასმა არ ჭირდება, უბრალოდ რახან აი სიტყვა მოიტანა, იმიტომ. იცი, ცნობილი ხარ, რომ ძალიან ქველმოქმედი გოგო ხარ, ძალიან კარგი გოგო ხარ, ეს შენი ცხოვრებიდანაც გამომდინარე და მთელი ცხოვრება გვეკეთებინოს ეს სიკეთე. ამინ. ქალბატონმა მანანა, აი ესენი რაღაც ეს არის ერთი გურჯის ლექსები, რა თქმა უნდა. წავიკითხოთ ამის გარეშე ვერ მოვიდოდი თავისთავად. ერთი ლექსი წავიკითხოთ. აუცილებლად წავიკითხავ და მაიას მინდა გამოვეხმაურო და გავაგრძელო. ის რომ აი ეს ემოცია არის, ეს რა თქმა უნდა Facebook-ზე ძალიან კარგია, იმიტომ რომ კომენტარებს დებენ და ეს ერთგვარი კი არა, სტიმულია ნებისმიერი შემოქმედისთვის, მაგრამ წერალთა კავშირის როლი იმაში, რომ ეხლა დღეს ხომ ძალიან რთულია წიგნის გამოცემა. რა თქმა უნდა. წიგნის გამოცემა მე ვიცი, რომ ბევრმა მქონდა ესეთი შემთხვევები, რომ მითხრეს, აი პენსიას ავიღებ, პენსიებიდან შევაგროვებ თანხას და წიგნი უნდა გამოვცე. და როგორი რთულია ხო მართლაც, იმიტომ რომ არ არის ადვილი, მე საქველმოქმედო რომ აქვს ჩემი წიგნები, ყველა მიცით რომ ჩემი გოგილოს შემდეგ დავარქვი საქველმოქმედო, ხალხმა იცის რომ საქველმოქმედო და რომ დავბეჭდავ იქ რომ აი ახალი წიგნი იქნება მალე გაზაფხულზე დავუშვათ რაღაცა, თვითონვე მეხმაურებიან რომ ისა და მე ვეუბნები რომ დავთავდა რა ქვია შეგროვდა წიგნის გამოსაცემი ფული და იგივე იმაში მიდის ქველმოქმედებით იბეჭდება, ქველმოქმედებას ხმარდება. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ძალიან კარგია და მიუხედავად იმის რაღაც წეღან გაყრით ვახსენეთ ფარატინა ფურცლებზე რომ ვლაპარაკობდი, მიუხედავად აი ამ ყველაფრისა მწერალთა კავშირი მაინც ახერხებს რომ ნებისმიერი საიუბილეო ღონისძიება აღნიშნოს, ცოტა შეიძლება ხარვეზებით იმ
იმ მასშტაბით არა, როგორცაც იმსახურებს ის ავტორი, რომელსაც უძღვნით ამ შეხვედრებს, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ მწერლებს გვერდში დაუდგეს. მე მინდა ერთი დავამატოთ თქვენის ნებართვით, მწერალთა ჩვენს დიდ კავშირში ოჯახში დარწმუნებული ვარ კი არა, მხედავ ყველაფერს, რომ არც ერთი ნიჭიერი ადამიანი ჭრილში არ დგას. არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ არის მიღმა, ყველაფერს ხედავს თავმჯდომარე, ყველაფერს ხედავს თანათავმჯდომარეები, არის ახალისებები, არის სტიმული რისთვის ძალიან დიდი სტიმული, არის დაფასება მათი, მე ვარ ერთ-ერთი რომელიც ვამაყობ ჩემი გოგლა ლეონიძის ოქროს ნატრისხის მედალიონით და ვეუბნები რომ ეს 120 წლის მერე რომ მოვკვდები არ დაიტოვოთ გამატანეთ მეთქი ასე რომ მინდა აღნიშნო რომ ნამდვილად ნიჭიერ ადამიანებს ჩვენთან გზახსნილი აქვს და ყველაფერი საუკეთესო და წარმატებები ქონოდეთ მათ წერონ ამით არაფერი არ შევდება სწორედ ამიტომ კეთდება ის ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ რომ მათ სტიმული მიეცეთ და გააგრძელონ წერა ჩვენთან იცი მაია და ციცი შენ ციცი რომ ბევრი ახალგაზრდა არის ახალგაზრდა პროზაიკოსები ახალგაზრდა პოეტები რომლებიც გამოსცემენ წიგნებს და ის რომ ჩვენგან მათ რაღაცა მინიმალური მაგრამ მაინც ყურადღება აქვთ ეს არის მათთვის სტიმული რომ გააგრძელონ მუშაობა არაჩვეულებრივი თან და დღეს იეთიმ გურჯს მიუძღვენით დღევანდელი შეხვედრა აი როდესაც დაბრუნდა ეს ყველა მიცის ეს ლექსი მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის რომ იეთიმ გურჯის არის 12 წლის მერე დაბრუნდიო და ხო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო დაკარგული შენი შვილი მოვედი საქართველოს მიწა წყალო ალაგო 12 წლის გატანჯული მოვედი თაო წმინდა მამა დავითისაო შენ დარაჯო ქალაქ თბილისისაო წმინდა მიწავ უკვდავ მწერლებისაო მათ საფლავზე სალოცავად მოვედი ჩვენო ციხევ ძველონარი ყალაო საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო შენი შვილი პოლშის ციხემ მალაო სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი დიდო ზარო ჩვენო სიონისაო ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო ჩვენო მტკვარო ძმაო რიონისაო ნაწამები საბანაოდ მოვედი ძმანო ჩემნო ჰაოს ქართლოსისაო გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო გაყიდული ორპირ მეგობრისაო გამარჯობათ იეთიმ გურჯი მოვედი არაჩვეულებრივია და სიმღერაც არის კი ბატონო მაიკო აი მივაგებოთ თქვენი სასიყვარულო რომელიმე ლექსი იეთიმ გურჯი მე და კამელია ჩემს ეზოში მართლაც დგას ჩემი წინაპრების დარგული 100 წლოვანი კამელია და ისე ველოლიავები ამ ზამთარში სულ ვრეკავდი რომ რამენაირად გადარჩეს იქნება არ დაამტვრიოს თოვლმა მეთქი მე და კამელია ჩემს ეზოში მოიწყინა კამელიამ ფოთლებს ვაცლი დავჩურჩულებ გადავრჩებით მეც შენსავი წლები ხელში ჩამელია კვალს დავტოვებთ დედამიწას დავაჩნდებით გზა მოჭრილმა ყველა ცოდვა დავიბრალე ფუჭ ოცნებებს ავედევნე სული ვივნე ლურჯ ღამეში მთვარის უკან დავიმალე უშეცდომოდ ვინი არა მითხრას ვინმემ ვერ ვაგორე ვერც კოჭი და კამათელი ვერც ნიღაბი მოუხდინე სახის ოვალს კიდევ დამრჩა აღმართები ასავლელი ავივლი და ბოლოს მაინც შენთან მოვალ მზიან დილას მირჩევნია წვეთი წვიმის არეული ამინდებით ელის შველას ქარი ქარობს გულ მოკლული ისიც ტირის უკუნ ღამეს პოეტს ლექსმაც ვერ უშველა მიმოზების შეშლილობამ სულის რითმებს ვერ აწყნარებს თოვა ქარი თურმე მასაც მარტოდ ყოფნის ეშინოდა პოეტია დედაა და თანაც ქალი თოლში ისე ვიყვავილებს კამელია ვლოცავ გამჩენს და ჩურჩულებ გადავრჩებით მერე რა თუ წლები ხელში ჯაგველია კვალს დავტოვებთ დედამიწას დავაჩნდებით ქავატონო მაიკო არაჩვეულებრივია ხა ჩემი წიგნი გამახსენდა ჩემი წიგნის სათაური მაქვს სულ ხატად დაჩნეულები არაჩვეულებრივია კი ჩანს რომ თქვენ და თქვენი მუზა ერთად თავს კარგად გრძნობთ მაგრამ აი როგორი წერება ახლა როგორ რა პერიოდულობით ყოველთვის დაჯდებით და დაწერთ თუ როგორ არის ახლა მე მაგალითად ნებისმიერ დროს შემიძლია ვწერო თქვენთან როგორ არის ჩემთანაც გამარტივებულია იმიტომ რომ ზოგჯერ აი შეიძლება ავტობუსში ვიჯდე ან სადმე ვიდიოდი რაღაცა სიტყვამ გაიელბოს თავში და ვფიქრო მაგრამ ეგ სიტყვა უნდა დავიმახსოვრო ან ჩავწერო თორე რამდენი დაკარგულა წამოვა იმაზე წამოვა ძალიან მარტივი რა ვიცი
ალბათ ვფიქრობ, რომ ვისწავლე დროთა განმავლობაში. შეიძლება რომ გადავხედავ ჩემი ლექსები იყო პირველი კრებული სუსტი, მერე ცოტა უფრო უკეთესი, მერე ცოტა უკეთესი და ამ წლების დინებაში მეც თქვენ და პოეზია ერთად გაიზარდეთ. კი, ვიტყვი რომ გავიზარდე. თქვენ და მუზა უბრალოდ, მუზა ერთად გაიზარდეთ. აი 3 წუთი დარჩა ჩემი გადაცემის დასასრულამდე. არა, 3 არა, შემეშალა გვაქვს დრო 5 წუთი გვაქვს. წავიკითხოთ კიდევ ქალბატონო. აი, ცნობილი ფრაზები. აბა, ზეები გაფორმიცის. აბა, კარგი იყო არ გამიცა თავიდან შუა წყალში გადამაგდე ნავიდან. ხელებს ითბობ ცეცხლის ალში გამხვიე დამიმონე შენი შიშით უკანკალებ და სულ არ გესმის ჩემი წერა კითხვები რად მიყვარხარ რატომ არ მიკითხები რატომ რომელ მსაჯულს თხოვ სამართალია ვის შევჩილო რუსთავია იეთიმ გურჯი აი ეს 150 წლის იეთიმ გურჯი რომლის ლექსები დღესაც ცოცხალია დღესაც ფრაზებად ყველა მიცის და მინდა რომ ყველა მიცოდეს რომ ეს არის იეთიმ ყველა მიცის იმ ყველაში გულისხმობთ უფრო თაობას ახალგაზრდაც იციან ფრაზებად იციან ავტორი არ იციან და ამიტომ მადლობა რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ეს უთხრათ მათ მადლობა მე კი არა ნუ ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობას მიხდით მაგრამ მადლობა პირველ რიგში ქალბატონ მაყოლას რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი იდეა აი ასე ხორჩესხმული წარმოადგინა და ფრთაშესხმული წარმოადგინა მწერალთა სახში არაჩვეულებრივი ღონისძიების სახით ძალიან გულდაწყვეტილი კი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ხათაშორის თვალებით გეძებდი. მადლობა, იმიტომ რომ ჩანაწერი გვაქვს მთლიანი ღონისძიების, შემიძლია დაგიტოვოთ ახლავე. დიდი სიამოვნებით და ჩვენ ამას ვაჩვენებთ კვირდებით ქართული ტელევიზიის ეთერში. კარგი იქნება, იმიტომ რომ ისეთი გამოსვლები იყო იქ, რომ ეს უნდა იყოს შეინახოს აუცილებლად არქივმა. ძალიან კარგია. ჩვენ ვემსახურებით ქართულ საქმეს, ქართულ კულტურას, ყველაფერს ეროვნულს, ქართული ტელევიზია იმიტომ ქვია რომ ქართულს ყველაფერს მთელი გულით და სულით ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ რომ მომავალ თაობებს ზუსტად გადაეცეს ის რასაც ჩვენი კულტურა ქვია და ამიტომ დიდი ბატონო დიდი სიამოვნებით ვაჩვენებთ ამ თქვენს დანატოვარ ფირს. ნამდვილად ეხლა ჩვენ 1-2 ლექსის სანამ ლექს წავიკითხავ თუ გვაქვს დრო მე მინდა დიდი მადლობა. ეხლა მართლა 2 წუთი დარჩა. დიდი მადლობა მოგიხადო მაშინ ლექსი იყო სხვა დროისთვის. არა უმეტესი მადლობა ციცი ძვირფასო ძალიან კარგი გოგო ხარ ძალიან საინტერესო გადაცემებს აკეთებ და როცა Facebook-ზე წავაწყდები შენს გადაცემებს მთელი გულის ყურით ვუსმენ. გაიხარე მოვასწრებთ ლექსს. ტანაყრილი თეთრი კალა მოწყენილი მიყურებს. ვეღარ ძბილიქს ვეღარ ვკვალავ ლექსის სულს ვერ მიპურებს. შუქჩამქრალი ცაზე მთვარე გადამექცა ფიქრებად. სულ თითებზე წლები ვთვალე მეფანტება მიკრება აპრილის თვე მიღალად ახლა მივდევ მაისებს. ღამით სიზმრა თუ ვერ გნახე თვალებს წრემლი ამიფსებს არ გირეკავ არ კითხულობ არ გიგზავნი ბარათებს მე მახსოვ ხარ შენ მივიწყებ არც ფასი აქვს არაფერს სიამაყით სიფაქიზით კალას ვგავართ კალები ჩემ სიყვარულს ყავლი გაზდის ხეულს მიმტვრევს ქარები რა ფერები რა შუქჭდილი მე მტერება დარდები ამ სიყვარულს ცადა ავიტან მერე მეცი გდაგხვდები ტანაყრილი თეთრი კალა მოწყენილი მიყურებს შენსკენ სავალს ვეღარ ვკვალავ და შორიდან გიყურებ. მე ძალიან დიდი მადლობა მაია, აი დიდი სიამოვნება მივიღე ამ სიყვარულის დღე გვაქვს. ნამდვილად. სიყვარულის დღეები არ მოგვიშალოს. ღმერთმა ჩემი გადაცემა დასასრულს მიუახლოვ და პატივცემულო ტელემაყურებლებო შეგახსენებთ ჩემი სტუმრები ბრძანდებოდნენ ქალბატონი მანანა გორგიშვილი და მაია ხოფერია. გადაცემას ვუძღვებოდი მე ციცი გურიელი, ჩემი საავტორო გადაცემა გახლავთ სათნოების საათი, რომელიც ყოველ პარასკევს საღამოს 7 საათზე უნდა იხილოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას გისურვებთ რომ სულ სიყვარულით გეცხოვროთ და სიყვარულით წაგეყვანოთ, წაგერმართოთ თითოეული ნაბიჯი და ნებისმიერი საქმე, რომელსაც წამოიწყებთ, იმიტომ რომ უსიყვარულოდ არ არსებობს არანაირი საქმე. ნამდვილად სიყვარულის გარეშე სიყვარული თუ გადაგვარჩენ. კარგად ბრძანდებოდეთ.